იქნება ღმერთს რაღაცა კრიტერიუმი, რაღაცა საზომი, რითაც შეაფასებს ადამიანებს. ეს კრიტერიუმი ცნობილია ჩვენთვის, არის რა უფალი სიყვარული. სიყვარული აირჩია ღმერთმა მისი განსჯის უკანასკნელ კრიტერიუმად. ნახეთ დოსტოევსკი რას ამბობს, ჯოჯოხეთი ესაა, რომ არავინ არ გიყვარდეს და არავის არ უყვარდეო. ბედნიერები არიან ისინი, რომლებმაც მიწიერი ცხოვრების ასანთით და ამ ასანთში იგულისხმება ყოველდღიურად ღვთივშემოსილობა, სიკეთე და საღვთო-ნათელი, აი ამ ასანთით აანთეს საუკუნოვანი ცხოვრების ლამპრებიო. ბრძანებს ერთ-ერთი ქადაგებელი კონსტანტინე კალინიკოსი. მაცხოვარი იგავს გადმოგცემს საყოველთაო განსჯის აღსანიშნავად. გვასწავლის, რომ ისინი კი არ ცხონდებიან, ვინც რაღაცა სამეცნიერო ხარისხებს ფლობენ. მოდი თეოლოგზე ვიტყვი. ჩვენ თეოლოგები რაღაცა თითქოს რომ მეტი ვიცით. ჩვენ კი არ ცხონდებით, არა. ხარისხებს რო ფლობენ და 3 დოქტორანტურა, 17 დიპლომი და 15,000 კიდე რაღაცა სერტიფიკატი რო აქვთ. ესენი კი არ ცხონდებიან, არა. არამედ ისინი, რომლებმაც უბრალოდ და წრფელად გასცეს სიყვარულის საქმითად, გაჭირვებაში მყოფთათვის, მტკივნეულთათვის, მშიერთათვის, მწყურვალთათვის, შიშველთათვის, ღატაკთათვის. აი ვინც ამაზე იზრუნა საქმითად, ქრისტეს მიერი სიყვარულით, სწორედ ისინი დაიმკვიდრებენ ცათასასუფეველს. სიყვარულის მიერი, მსხვერპლშეწირვითი სიყვარული და აი ამ მსხვერპლისეული სიყვარულიდან წამოსული ქრისტეს მიერი საქმენი. ვის მიმართ? საჭიროებების მქონე ადამიანების მიმართ. მოყვასის მსახურებაა, რაც ცათასასუფეველის კარს გვიხსნის. როგორ მოხდება ადამიანთა განსჯა? იცით რა, მაცხოვარი საუბრობს ამაზე სახარებაში, წმინდა წერილში საუბრობს ერთ-ერთ იგავში. და ამ იგავშიც მოყვანილია მიწიერი, ხო, ამა ქვეყნის ნიმუშები, ხატები აღებული, რაც ცნობილია ჩვენთვის, რომ ის რაც სათქმელი აქვს მაცხოვრას ცხადი გახადოს. და ასეთი ნიმუში, ასეთი სცენაა, რომ მეფე მოდის მთელი თავისი დიდებით და ჯდება ტახტზე და მის წინაშე შეიყრება ყოველი ერი. და ამბობს იგავი, როგორც მწყემსი გაჰყოფს ერთმანეთისგან თხებსა და ცხვრებსო, ასევე იმ დროსაც ორი ჯგუფი გამოიყოფა ადამიანებისა. ერთნი დადგებიან მარცხნივ და მეორენი დადგებიან მარჯვნივ. და ეხლა ეს მეფე ესაუბრება მათ. საუბარი და სიტყვები ერთი და იგივეა, მაგრამ არსი სხვაობს, დიდად სხვაობს. ამიტომაც არიან ერთნი მართალნი და მეორენი ცოდვილები, ასე იწოდებიან. მაშინ ქრისტე მარჯვნივ მდგომ მართლებს ეტყვის. მოდით მამაჩემის კურთხეულნო და დაიმკვიდრეთ ცათასასუფეველი. რატომ?